მოგესალმებით თქვენ უყურებთ GeoTeam-ის YouTube არხს და უყურებთ მორიგე ეპიზოდს ქართული ფეხბურთის შესახებ ჩემპიონთა ლიგიდან, ბირმინგემიდან, ევროპა ლიგაზე, ოლდ ტრაფორდზე გადმოვინაცვლეთ, სადაც გიორგი მიქაუტაძის ლიონი ევროპა ლიგის მეოთხედფინალური შეხვედრის საპასუხო დაპირისპირებაში მანჩესტერ იუნაიტედს დაუპირისპირდება. წიგელი ძალიან საინტერესო ლოგით, თუმცა სანამ ამ ვიდეოს უყურებას დაიწყებთ, გთხოვთ გამოიწეროთ GeoTeam-ის YouTube არხი, მოიწონე ეს ვიდეო და ჩაუჯექი გიორგი მიქაუტაძე მანჩესტერ იუნაიტედის წინააღმდეგ ოლდ ტრაფორდზე. წავედით. Матჩის დღე მანჩესტერში, კარგი ამინდი გვაქვს საბედნიეროდ. ზეა, თუმცა ბრიტანეთი რა დროს რა შეიცვლება, არავინ არ ვიცით. კარგი ამინდი, კარგია წინაზე, ხავსხოცუმა იყო ბირმინგემში, ნახეთ. მალე სტადიონისკენ წავალ, თამაშამდე დარჩენილია 5 საათი. ლიონის ლეგენდარული ლიონის მაისურები, მემფისი, ეს უფრო ახალია ბოლოსი. ნაპოლი, ეს ნაპოლი ყვარა იყო ამ სეზონში ნაპოლიში. არაფერი გვარი. ძველი მანჩესტერის. კაი მაღაზია, რონალდო. მანჩესტერის ფანები თუ გვიყურებთ, კომენტარებში გელოდებით. სულშერი, კოული, კინი, ბექემი, კარგად თავთან გაფორმებული. ნახეთ, ვინ ვიპოვე, ნახეთ, ვინ ვიპოვე. იცანით ვინ არის? თუ იცანით ეს ადამიანი ვინ არის, მეგობრებო? მე არ ვიტყვი, თქვენს კომენტარებში გელოდებით, რომ აი ამა და ამ წუწე ვიცანი, ეს არის ესა და ეს. მეგონი ძალიან უნდა ეცადოთ, რომ ვერ გამოიცნოთ. ჩვენი ლეგენდარული ფეხბურთელი, ჩვენი მაესტრო. მეორე სართულზე ჩავდივართ. ხოლმე 17 წლის თამაშის. ესეთი მაღაზია არის ამ 4 ფეხბურთის მოყვარულებისთვის. უნდა ლეგენდარული ისტორიას იტევს, შარფები, ჯიჯი. ყაბი ყოფილა მოწყობილი. ყაბია. აი ლაკაზეტი. მეგონი ეს არის ლაკაზეტის პირველი სეზონი საერთოდ. იმიტომ რომ 38 ნომრით მაშინ თამაშობდა, დრედები რო ქონდა თავზე. კაი კოლექცია აქვს. ლიონელი ფანების შეკრება მატჩამდე გუნდებიან ბევრს სვამენ და ძალიან ხმამაღლა უგურჩემად პირობენ დღეს ლიონს და დაეხმარებიან გუნდს მიცნენ ბიძგი მნიშვნელოვან თამაშში.
ვიდეოს დაлайქებარ და გაუცხოთ. და არხის გამოწერა 100,000 მეგაბაიტი 2,000 კაცი საერთოდ და აი კიდე არ გაქონიცხება. მოვედით სტადიონზე. მალე შევალთ. ორი ხალხია საკმაოდ. რა თქმა უნდა სავსე იქნება დღეს Old Trafford. Anybody got spare ticket? What სტადიონზე სუესია ევროპაში რომ ძალიან ბევრი შარფები იყიდება, ძალიან ბევრი საგულშემატკივრო ატრიბუტები იყიდება. რა თქმა უნდა სტადიონზე მოსული შემოქმედება, აქ ტურისტებიც ბევრი არიან და მაგათზეც არის გათვლილი. შევოთ მალე ვინც ფეხბურთის გულშემატკივარია ზოგადად Old Trafford-ის ლეგენდარული შემაღლებული სათაერიგო თასკამები ეწოდინება და მე ხა გაჩვენებთ ამ სათაერიგო თასკამებს სადაც არაერთხელ ადიოდა ხოლმე Sir Alex Ferguson-ი აწევდა და ღეჭეძინას და მე აქამბექებდა ხოლმე Manchester United-ი ესე გამოიყურება ეს ადგილი სადაც იმედია დღეს გიოს საერთოდ არ მოუწევს ყოფნა აქ იქნება მაგრად არ დაიღლება საერთოდ და არ შეცვლიან იქნება სასტარტო შემადგენლობაში ჯერ როცა ამ ვიდეოს წერს სასტარტო შემადგენლობით შრომილი არა თუმცა ჩემი აზრით იქნება სასტარტო შემადგენლობაში შარვალ კოსტუმში ვაფშე სხვა ხარ. იმენა მაგრა გიხდება. როგორ ახლა? კარგად, შენ როგორ ხარ? მოგწონს სტადიონი? მაგარია. შენ? იწყებ? კი. და ვიტან და ვიგებ. და? ვიტან და ვიგებ. არის ხო იცი სადაც ვიქნები? იგა. გრახავ. ვიღაცა ზელაპარაკება Yo.
მატჩი მალე დაიწყება, გახურება დასრულება რამდენიმე წუთში და ვფიქრობ ძალიან კარგი თამაში გველოდება. და რა თქმა უნდა, მადლობა ჩვენს ერთ გულ ხარდამჭერს ჰეინეკენს, რომ მოგცა საშუალება ჯერ ყოფილიყავით ბირმინგემში, ახლა ესეთ თამაშზე ვართ. როგორც იცით, ჰეინეკენი არის როგორც ჩემპიონთა ლიგის, ასევე სხვა ევროპა ლიგის და კონფერენციის ლიგის მთავარი სპონსორი. რაც შეეხება ეხლა ამ ვიდეოში კიდე რა უნდა გითხრათ, არის ის, რომ საკმაოდ ბევრი ლიონელი კომაგი დაესწრება თამაშს, ხედავთ. და საკმაოდ კარგი გულშემატკივრობის ბოლო დინში ვარ დღეს ფრანგებისგანაც. Old Trafford კი შეივსება, რა თქმა უნდა. საოცარი ატმოსფეროა თამაშის დაწყებამდე, იმედია ადგილობრივ კომაგებს ჩაუშხამებს განწყობას ლიონი. საოცარი ატმოსფეროა, ჯერ თამაში არც დაწყებულა. ულამაზესი სანახაობა თამაშის დაწყებამდე. ძალიან მაგარია. იმედი ესე არის თამაშის მანჩესტერი როგორი კარგი. დაწინაურდა მატჩის მე-14 წუთზე მანჩესტერ იუნაიტედი მანუელ უგარტეს გოლით. ეს ხალხი ბედნიერია და სწრაფი გოლი მიიღეს ინგლისელებმა Old Trafford-ზე. 1-0. პირველი ტაიმის ბოლო წუთზე მანჩესტერ იუნაიტედს მეორე გოლი გააქვს. დიოგო დალო ორამდე ზრდის მასპინძლების უპირატესობას და შესონებაზე წითელი ეშმაკები გავლენ ძალიან კომფორტული ანგარიშით. ატმოსფერო გესმით რა ხდება, საოცარი ატმოსფეროა სტადიონზე. გაუჭირდება ლიონს მეორე ტაიმში, თუმცა თამაში მიდის. გოლს 60 საათი, თუმცა ჩაითვალა დიეგო დალოს გოლით. პირველ ტაიმს 2-0 მოიგებს მანჩესტერ იუნაიტედი.
პირველი ტაიმი დასრულებულია 2-0 Manchester United-ის სასარგებლოდ. რეალურად მასპილდება დაიმსახურეს პირველი ტაიმის მოგება. ძალიან კარგად უტევდნენ, ბევრად თქვით ლიონს 1-2 მომენტი ჰქონდა, ყველაზე კარგი შერკის ჰქონდა, როცა ონანამ აუღო. მეგობრებო, შეგასაით, რომ ჩვენი არხის წარმომადგენელი კომპანია აჭარაბეთი. მადლობა მათ ჩვენი გვერდში დგომისთვის. ახლა კი წამოდით და იქნებ ვიხილოთ მეორე ტაიმი უკეთესი ლიონის შესრულებით. მეწვეწზე ჯორჯის წელობა იყო წარუმატებელი. სხვათა შორის ძალიან მომენტი ჰქონდა ტოლისოს და დღეს ონანა მოწოდების სიმაღლეზეა. სამწუხაროდ 62 წუთზე ჟორჟმა დაგვტოვა, შეცვალა მწვრთნელმა ის მალი ფოფანა შემოვიდა მის დაცვად. ლიონს როგორც კი ერთი მომენტი ჰქონდა ტოლისოს მეორე ტაიმში არ გამოსდის სამწუხაროდ წვალ მომენტები შექმნა ოლდ ტრაფორდზე. დღეს ბრძოლად გამოიყურება ინგლისური გუნდი ვიდრე სტუმრები. იძაბება თამაში 71 წუთზე კორენტინ ტოლისო ახერხებს წყობის შემცირებას 1-2 და 20 წუთი საკმაოდ დროა იმისთვის რომ ლიონმა დამატებით დროში გადაიყვანოს თამაში და იმედები გაჩნდა თამაშის დასრულამდე 20 წუთი ადრე და ლიონელი ფანებიც ახმაურდნენ. ბიჭო გოლ ვაიმე გოლ ჩემი კარგი მოვხამო 2-2 ბიჭო მეგობრებო, საოცარი სცენაა ოლდ ტრაფორდზე, სრულად უიმედობის შემდეგ 2-2 ხდება ანგარიში. ალექსანდრ ლაკაზეტი ეთანაბრებს ანგარიშს. საერთოდ ვერ უტევდა ლიონი და 2-2 უკვე ყველანაირი ფსიქოლოგიური უპირატესობა სტუმრებისკენა. გიო არ არის მოედანზე, თუმცა რა თქმა უნდა გულშემატკივრობთ ნახევარფინალში ლიონის გასვლას. ნახეთ, წავძივარ უკან მანჩესტერის გულშემატკივრები არიან. აციდრჩება ლიონი ნიკოლას ტალიაფიკოს აძევებს საჯი მეორე ყვითელს იღებს თულდება ლიონის სიტუაცია 29 წუთია ამერია ბოდიშით ტოლისო გაუძევებია ტალიაფიკო არა უმნიშვნელოვანეს კაც კარგავს მოედნის ცენტრში ახლა ლიონი და 5 წუთი დაამატა საჯა არ ვიცი 10 კაცს როგორ გააგრძელებენ თამაშს ნახოთ. მატჩის 90 წუთი დასრულებულია 2-2. ძალიან საინტერესო თამაში გვაქვს ოლდ ტრაფორდზე. ლიონი არის 10 კაცით. და იწყება დამატებითი დრო. უიმედო 2-0-დან 2-2 გახდა, ასე რომ ყველაფერი შესაძლებელია.
3-2 მეგობრებო, საოცრება ხდება. საოცრება ხდება მეგობრებო, 3-2 მანჩესტერის უქამბექებს ლიონი, 105 წუთი დამატებითი დრო. პირველი 15 წუთი დასრულებულია 2-3. ლიონმა უნდა გაძავს მხოლოდ 15 წუთი რომ გავიდეს ევროპა ლიგის ნახევარფინალში, მხოლოდ 15 წუთი. მართლა სიგიჟე ხდება, ეს რაც ძალიან დიდი ხანია არ მინახავს. ერამდენე 109 წუთია და ლიონი ურტყამს პენალტს. თუ გაიტანეს წესით დამთავრდება ყველაფერი. ლაკაზეტი ურტყამს. საჯი წავიდა ვარზე გადასამოწევა პოტენციური პენალტი ლიონის კარში 113 წუთი საოცარი თამაშია. არ ვიცი რა გადაწყვეტილებას მიიღებს. 2-4 პენალტი დანიშნა. გაიტანა 3-4 ხდება ანგარიში. იძაბება კვლავ 114 წუთი. გაიტანა მანჩესტერმა მეოთხე. გაიგრა ტრაფორდი. ამა დიალოს გააქვს გოლი. დიალოს კი არა მეინუს ევრა დიალო გამირებულია. მე პენალტებამდე მივდივართ მაინც მე მგონი. რა ხდება 5-4? 5-4. რა ხდება ტრაფორდზე? წარმოუდგენელია. რა ხდება ტრაფორდზე? რა ხდება ტრაფორდზე 5-4. ერთ წუთში 2 გოლი. ესე თამაშზე არ ყოფილვარ არასდროს. 113 წუთზე 2-3 იგებდა ლიონი 2-4 და 5-4 აგებს. 127 წუთში 3 გოლი გაუშვეს. ეს რა ხდება?
ლაკაზეტი ტირის ძალიან რთულია, მართლა ძალიან რთულია. ესეთი თამაშის წაგება ძალიან რთულია. ძალიან ბევრი გულშემატკივარი იყო ლიონიდან ჩამოსული, როგორც თქვით. ძალიან დასაწყოთი თამაში. მე ერთ-ერთ საუკეთესო თამაში ვიხილე ჩემ ცხოვრებაში, თუმცა ძალიან მტკივნეულია, ხედავთ როგორ განიცდიან ფეხბურთელები. ყველაზე გიჟური მატჩი ალბათ საფრანგეთი არგენტინის შემდეგ, რომელიც სტადიონზე ვნახე. 5-4 წუთში მოიგო მანჩესტერმა, ორი ორბურთიანი წყობებით აგებდნენ და 7 წუთში 3 გოლი გაიტანეს. ეხლა მიგზონაში წავალთ, ოღონდ მართლა არ ვიცი, შეიძლება არ ვიცი, ჩავწერ თუ არა გიოს ესეთ თამაშის შემდეგ არ ვიცი. თუ ჩავწერ, კი ნახავთ. თუ არ ჩავწერ და აუცილებლად გავუგებთ გიოს ესეთ თამაშის შემდეგ, ძალიან რთული თამაში. ერთნაბიჯი იყვნენ 10 კაცით ნახევარფინალთან და ყველაფერი როგორც ამ სტადიონს ეძახიან ოცნების თეატრში ვერ გამოვიდა კამბექი. მეგობრებო, როგორც გითხარით, თამაშზე ჟორჟი ნახე. ვილაპარაკეთ, ოღონდ კომენტარი არ იქნება და ეს შემთხვევა როცა მინდა თქვათ რომ გამიგოთ და გაგვიგოთ, იმედია გესმით რომ ესეთ თამაშზე ძალიან რთულია. როგორც ფეხბურთის გულშემატკივარი დავესწარი, აი უდიდეს თამაში, ეს იყო ემოციების ზღვაობა, როგორც კომაგოვდი გიოს გასულიყო ნახევარფინალში, ძალიან გამიტყდა. და ვიდეოზასაც უშ იმას გეტყვით, რომ სეტანტაზე გვაქვს ჩვენი პრომო კოდი. თუ რეგისტრაციისას ჩაწერთ პრომო კოდში GEOTEAM30, მიიღებთ 30%-იან ფასდაკლებას რეგისტრაციისას და მოგონი კაი რაღაცაა. ხოთ გამოიწეროთ ჩვენი არხი, მოიწონოთ ეს ვიდეო და მომავალ შეხვედრამდე ერთი ნახევარფინალი ბრუნდებით საქართველოში.